მაშასე პარასკევს საღამოს ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ პოზიცია და მე წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა უპასუხებს დღეს ჩვენს კითხვებს. საღამოშტობის საბატონო მურთაზ, ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდით მონაწილეობას გადაცემაში. და რა თქმა უნდა პირველ რიგში საუბარს და პირველივე კითხვას დაგისვამთ იმ თემაზე, რაც ყველაზე თიხმაურიანი გახდა თქვენი გამოჩენისთანავე ჟვანია საქმესთან დაკავშირებით. რატომ ინახებოდა ამ საქმის მასალების, არ ვიცი, ერთი ნაწილი თუ სრული მასალები თქვენი სამუშაო კაბინეტის სეიფში? ეს კითხვა დაისვა პროკურატურის მხრიდანაც. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მინდა მაყურებელს მივესალმო და მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მომეცით შესაძლებლობა, რომ გარკვეული პასუხი გავცე აბსოლუტურად აბსურდულ, მაგრამ მაინც სერიოზულ ბრალდებებს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე მეძლევა საშუალება ამაზე ველაპარაკო საზოგადოებას. პირველ რიგში მინდა გითხრათ ის, რომ მთავარი პროკურორის სეიფში არ ინახებოდა არანაირი ფოტოებზე არ არის საუბარი, აქ ინახებოდა ფაქტობრივად ზურაბ ჟვანიას საქმის, სიგრძის სამართლის ბატონი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სიგრძის სამართლის საქმის არსებითი და განუყოფელი ნაწილი, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ვინაიდან მე ამ მასალებს ვინახავდი, მე და ჩემი წინამორბედების და ჩვენ ზოგადად ვინახავდით ამას სეიფში სწორედ და არა YouTube-ზე. მოდით ეს პირდაპირ ვთქვათ ახლა რა აღმოაჩინეს, რაზეა ლაპარაკი საერთოდ, თუ აღმოაჩინეს რამე გაურკვეველი მასალა წლინახევრის წინ და მე ჩემი კაბინეტი და ოფისი და შესაბამისად სეიფის გადაიბარა ახალმა ვთქვათ პროკურორმა კვილაშვილმა არჩილ კვილაშვილმა ბუნებრივია 18 თვის წინ, წლინახევრის წინ და თუ იქ რაღაცა აღმოაჩინეს ისეთი რაც იყო სკანდალური, მნიშვნელოვანი რაღაც გარკვეული ახალი სიახლის შემტანი ამ გამოძიების არსებულ ვერსიაში, რა თქმა უნდა, ხო ბუნებრივია ეს მოხდებოდა, ამის გასაჯაროება ალბათ მაშინაც თუ მოხდებოდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი აბსურდი აქ არის ის, რომ ესე იგი დღეს ცდილობენ დამემტკიცონ მე ის, რომ მე დაუტოვე ბატონ არჩილ კვილაშვილს, ასე ვთქვათ, ფაქტიურად მათ შორის ჩემი მამხილებელი მასალას, რაც არის სრული აბსურდი, რადგან თუ მე ხელი მიმისწევ, უკაცრავად პროკურატურა დღეს საუბრობს იმაზე, რომ თითქოს მათ აღმოაჩინეს ისეთი სურათები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვერსია არის მცდარი, რომ იყო რაღაც ძალადობრივი მოქმედებები და ეს არის თითქოს რაღაცა სიახლე. ეს იმას ნიშნავს, თუ მე მედო სეიფში ესეთი მასალა, მე ბუნებრივია ეს უნდა დამერთო გამოძიებისთვის და ვერსიის სხვა ვერსიაც უნდა დამუშავებულიყო, ხო? ანუ შესაბამისად მე ეს არ გავაკეთე, ეს არ თუ მქონდა და გავიაზრე რა მქონდა და არ გავაკეთე, ესე იგი ჩავიდინე დანაშაული, ხო? ეს ბუნებრივია, ხო? და თუ ესიც გქონდათ 18 თვის წინ და ჯერ თუ მე იმდენად იდიოტი ვარ უკაცრავად ამ სიტყვისთვის, რომ ეს ჩემი მამხილებელი და ჩემი წინამორბედების და ზოგადად ასე ვთქვათ დიდი გუნდის მამხილებელი მასალა დაუტოვე ბატონ არჩილ კვილაშვილს, ნუ ხა უკაცრავად რა, ანუ ყველანაირი ბრალდება შეიძლება მივიღო, მაგრამ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ მე მაქვს, ასე ვთქვათ, მე არა მაქვს არანაირი IQ და მე ვარ, ასე ვთქვათ, კიდევ ვიმეორებ ამას იდიოტი, ამ ბრალდებას ვერ მივიღებ, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ამისთვის მადლობას გიხდით, რომ მე მაქვს საშუალება, რომ საზოგადოებას ეს ღიად ვუთხრა და დაუსაბუთო თუ რა იყო ჩემს სეიფში. და რა სპეკულაციებს აქვს დღეს ადგილი უკაცრავად კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას რომ სისხლის სამართლის საქმის ოფიციალური მასალები და აქ იყო არა მარტო ერთი ან ორი ფოტოები რაც YouTube-ით გავრცელდა მოდი მე უბრალოდ მინდა რომ დავაკონკრეტო ეს დეტალურად ეხლა ამ მასალას უნდა საკმაოდ ვრცელი მასალები იყო და დეტალურად მეხსიერებითი ხედულობითი მეხსიერება არა მაქვს ცუდი მაგრამ ის რომ რაღაც მრავალსაათიანი პირები დამეზე პირებია ეს რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა და არც ყოფილა და მე არც გამიკეთებია ეს პირდაპირ გეტყვით ამიტომ საუბარია იმაზე რომ მე დავტოვე სეიფში ზურაბ ჟვანიას საქმის მნიშვნელოვანი მასალა. ეს იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფირი, ფოტომასალა, ოღონდ ეს ყველაფერი იყო ელექტრონული საშუალებებზე ან დამაგრებული და არა ეს ვთქვათ დაბეჭდილი ალბომის სურათებით. 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს არ ყოფილა ბუნებრივია. ეს იყო ასევე სამედიცინო ექსპერტიზა ერთი გვამის, მეორე გვამის შესაძლოა ყველა პროცედურა, რომელიც განხორციელდა გამოძიების მიერ, რომელსაც ესწრებოდნენ პროკურორები, შესაბამისი უფლებამოსილი პირები, მათ შორის ოჯახის წევრები, მეგობრები, ხო, ეს ყველა მიცით ჩვენ და ამაზე მრავალი თქმულა, მრავალჯერ თქმულა, სპეკულაციები ამაზე არ მთავრდება, მაგრამ იმდენია ამ თემაზე ნალაპარაკები, რომ ფაქტიურად ყველა მოქალაქემ დაახლოებით იმდენივე იცის, რამდენიც უშუალოდ ამ საქმის გამოძიებლებმა. მოდით ესეც სიტუაციაა ხო ეხლა და 9 წელი გავიდი 9 წელი მიდის ამ ასე ვთქვათ ამ თემაზე საუბარი იმდენი ითქვა მართლაც ოჯახის წევრების მიერ მეგობრების მიერ რომ თითოეულმა მოქალაქემ ფაქტიურად იცის ამ საქმის ძალიან ბევრი დეტალი.
ბატონო მურთაზ, დღეს პროკურატურამაც დაადასტურა, რომ ეს ფოტომასალა, რომელიც ვინმე ჰაკიმ ფაშას სახელით აიტურთა YouTube-ზე, არის ავთენტური. ანუ ეს გამოძიება მას თქვა დღეს, რომ იყო გამოძიების მასალებში ეს ფოტომასალა. მოდი ჯერ ქრონოლოგიას და მე ამაზეც გიპასუხებ. ნუ ქრონოლოგია ესეთია. თითქოს მათი ვერსიით წლინახევრის წინ აღმოაჩინეს რაღაც საეჭვო ამბები ჩემს სეიფში, არ ვიცი კიდე რა აღმოჩნდება იმ სეიფში და შეიძლება მეკითხოთ არის ეს რა რა დატოვეთ კიდევ იმ სეიფში. თქვა ერთი ჟვანია ზურაბ ჟვანიას საქმე. მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ზურაბ ჟვანიას მივეჩვიეთ ამ ფრაზას რომ რაღაც ხდება რა ნიველირება და ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარდაცვალების საქმეზე არსებული სისხლის სამართლის მასალები კონკრეტული სამართლის ანუ მხოლოდ ეს დატოვეთ სეიფში რამე იყო კიდევ იმ სეიფში არა მე არ დამიტოვებია მარჩით გვილაშვილისთვის რაიმე არა თუნდაც ასეთივე შესაძლოა რაღაც მისასალმებელი წერილი არა რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ ჟვანიას სისხლის სამართლის საქმის მასალები რომელიც იყო მნიშვნელოვანი სწორედ ამიტომ ინახებოდა ჩემს სეიფში ყველაზე დაცულ სივრცეში ყველაზე დაცულ კაბინეტში მთავარი პროკურატურის შენობაში და როგორც დრო მაჩვენა რა თქმა უნდა ბუნებრივია დიახ მე დამხვდა ჩემ წინამორბედსაც დავხვდა როგორც მე ვიცი და ეს იყო ჩვეული მე მაგალითად მამას ვეთანხმებოდი იმიტომ რომ ეს მასალა უნდა ყოფილიყო აუცილებლად დაცული და ეს მასალა მაგალითად არ უნდა ყოფილიყო YouTube-ზე რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ გუშინ წინ ხო? ან ქრონოლოგიასაც დააგიკითხოთ. ბევრჯერ თქვით უკვე თქვენს რომ ეს არ უნდა იყოს გასაგებია YouTube-ზე არა, მაგრამ ნუ გამოძიებას უნდა კონდეს. თქვენ ისიც თქვით კომენტარების დროს რომ ერთობ დელიკატურია ამ საქმის მასალები, ამ დროს თქვით რომ შემიძლია ეს დაცული უნდა იყოს თქვენ ისიც თქვით და დღეს ამ დროს პროკურატურამ უკაცრავად კითხვა მინდა დავასრულო, თქვა რომ თქვენ არ იცნობდით ამ მასალებს და ამ დროს ამბობთ რომ დელიკატური და თქვა განუცხადეთ გამოძიებას რომ ეს არ იცოდით. ნუ მიუხედავად იმისა რატომ უნდა იყოს ესე დაცული რა ხდება და იცოდით თუ არა რა არის ამ მასალებში. მიუხედავად იმისა, რომ მე დაკითხვის დროს ხელი გაუხმაურებლობის დოკუმენტზე მომაწერიეს ხელი, ანუ მე არ ვთქვათ შემზღუდეს იმაში, რომ მე ვისაუბრო ჩემი მათ შორის ჩემი დაკითხვის დეტალებზეც, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითონ დღეს 12 საათში თუ 16 საათში პოზიცია შეიცვალეს და ჩემი დაკითხვის რაღაც ნაწილი გაასაჯაროვეს. რაც ახლა მე მაძლევს იმის საფუძველზე ვთქვა, რომ მე მოვითხოვო მათგან, რომ სრულად დადონ მაშინ. ეს რა უბედურება, მე მიბოჭავ ხელფეხს, მაყენებ კარებში და მე პენალს მივიღავ, თუ როგორ არის საქმე. მაშინ სრულად დადევით ბატონებო ჩემი ჩვენება სრულად გაასაჯაროვეთ. რაც გუშინ მიეცით გამოძიებას ამ საქმეზე. თორე საქმის მასალები როგორც ესეთი ჩემთვის არ გაუცნიათ ამ ახალი დეტალები ან თუნდაც იგივე ის რაღაცა რაც აღმოაჩინეს საოცარი ესეც კი არ უჩვენებიათ. თუ ჩემს სეიფში რაღაცა აღმოაჩინეთ თქვენ ოჯახაშენებულებო და ამას იძახით 18 თვის მერე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად საზოგადოებაში ხდება შეტაბეჭდილება რომ ეს თქვენ კი არ აღმოაჩინეთ ვიღაცამ წაიღო რაღაცა საქართველოსდან თუ არ ვიცი საიდან სად და მე YouTube-ზე განათავსა. რაც თურმე ნორმალურია და ის რომ საქმე ინახება სეიფში და სანამ საქმე ინახება სეიფში რომ არაფერი არსად არ ჟონავს ეს არის არანორმალური ამას საზოგადოებას რიტორიკულ შეკითხვას ვამ რა მეთქი არაფერი კარგი რა კითხვები ქონდა გამოძიებას თქვენთან გუშინ ნუ დეტალებზე მაინც როგორც კალმორჩილი მოქალაქე ნუ არსებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არაფერი არ იყო ამიტომ დიდად ახლა საჯარობას ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს თუმცა კიდე ერთხელ ვითხოვ რახან ესე დაისვა საკითხი რომ თითქოს მე რაღაცა ვნახე არ ვნახე რაღაცაში თვითონ გამომიჭირეს თუ არა რაღაც ეს ფანტაზიები სანამდე მიდის უკვე მაშინ სრულად გამოდი მე თანახმობას ვაცხადებო რომ თქვენ გაასაჯაროოთ თქვენ მანამდე არის მაშინ მე უნდა მოგთხოვოთ ალბათ მოვითხოვო მივმართო და ამაზე ვიბრძოლო რომ ეს მოხდეს მაგრამ მე განცდა გამიჩნდა ისეთი დაკითხვის დროს რომ მათ კონკრეტული რაღაც მიმართულება არ ქონდათ როგორც ჩანს ეს ამ თემის ამ საკითხის პოლიტიზირება არ მორჩა როგორც ჩანს მე გამიჩნდა შეგრძნება ბოლოს ისეთ შეგრძნება გამიჩნდა რომ მათ უნდათ რომ მე ჩვენება მიმეცა იმის საუბაზე თუ რას გულისხმობდი დელიკატურობაში რა თქვენ წეგამ მკითხეთ თქო თქვენ კომენტარში მე კიდე ესეთ შეგრძნება გამიჩნდა მე კი პარალელურად იმისა რომ ეს შეგრძნება გამიჩნდა თავდაპირველი ჩემი შეგრძნება იყო ის რომ ეს საქმის მასალები უკვე აღარ არის კონფიდენციალური ანუ ეს საქმის მასალები არის რაღაცა დერეფანი სადაც ყველა გაივლის და გამოივლის და რაღაცას ხელს გაატანს ამიტომ გულისხმობთ ანუ ზეპირ სიტყვია და ეს სისხლის სამართლის საქმე როგორ ჩანს არა უკაცრავად როგორ თვითონ დაადასტურეს დღეს რომ ეს ავთენტურია ეს კადრები თუ ავთენტურია ეს იმას ნიშნავს სწორედ რომ ვიღაცამ აიღო ვიღაცამ რა ახლა პროკურატურას მიუწდება ხელი ხო ვისხათვის მიუწდება ხელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხო არ მიუწდება ხელი თუ ავთენტურია ესე იგი პროკურატურამ აიღო ვიღაც უფლებამოსილმა პირმა, დღეს სამწუხაროდ ისეთი ვითარება რომ არაუფლებამოსილი პირი უფრო მნიშვნელოვანია, ეს სხვა საკითხია, შეიძლება კონკრეტულ პიროვნებებს და ამაზე ალბათ სხვა დროსაც ვისაუბრებთ, ეს აქტუალური თემაა. არა, ნუ ხა ყველა მთელმა უკეთ ყველა სრულწლოვანმა ადამიანმა დღეს იცის რომ არის ფორმა ოფიციალური ვერტიკალი და არის არაოფიციალური ვერტიკალი. ანუ არიან
ეს არ ეხება მარტო პროკურატურა, სამწუხაროდ უფრო მაღლაც ესეთი სიტუაცია. ანუ არის ფარცხალაძე და არის ბადაშვილი, ამას გულისხმობთ რა, დღეს საქართველოში არის სამწუხაროდ ესეთი ვითარება, როდესაც არსებობს ერთი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებული რაღაც ვერტიკალი, პოტიომკინის სოფელის მაგვარი და მის მიღმა არსებობს მეორე სივრცე. ანუ ჩვენ მე მაგათ ვარ საქართველოს მოქალაქე და დღემდე ვერ გავიგე ვინ არის საქართველოსში პირველი პირი. თუ გინდათ ამას ცალკე რამეს მიუძვნით მოვალდა არა ძალიან ბევრი ადამიანი ხდება ამას ხო არა მოიცეთ კაცო ჩვენ ძალიან ბევრი მოქალაქე ხდება იმას რომ ესეა ვერ გეტყვით რა უბრალოდ გეტყვით მაგრამ რომ არსებით ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული რომ ერთია და რეალობა რომ სხვანაირია აი ეს ძალიან ბევრმა ისე როგორც პროკურატურაში ისე როგორც ფინანსურ პოლიციაში და ისე როგორც დაუბრუნდეთ პროკურატურას თქვენ თქვით რომ ეს თუ მასალები იყო ოფიციალურად თქვენ თვლით რომ შესაძლოა პროკურატურიდან გაჟონან იქიდან აიწვეთ YouTube-ზე მოდი მივადევნოთ თვალი ქრონოლოგიას ამათი ვერსიით წლინახევრის წინ რაღაცა ჩემ კაბინეტში იპოვეს მაგრამ ამის შესახებ თქვენს მხოლოდ მაშინ როდესაც ვიღაცამ აიღო ეს ისევ ამ საქმიდან რა თქმა უნდა ბუნებრივია და რა თქმა უნდა უფლებამოსილმა პირმა ფორმალურად ან არაფორმალურად უფლებამოსილმა პირმა განათავსა და ამის შემდგომ ამბობენ რომ აი ახლა წლინახევრი ჩვენ რაღაც აღმოვაჩინეთ მურთაზის კაბინეტში მთავარი პროკურორის კაბინეტში ეს რა ლოგიკაა საერთოდ არ მესმის რა და მე ამის შემდგომ ამბობენ რომ ეს არის ავთენტური ანუ ადასტურებენ იმას რომ სისხლის სამართლის მასალებში არსებული მტკიცებულებები ვიღაცამ აიღო ამოიდო იღლიის ქვეშ წავიდა შვიდა წყნარად YouTube-ზე განათავსა და მიიღეს რა არის რას ემსახურება საერთოდ მე ვერ ვიგებ რა მართლა ვერ ამას ვერ ვიგებ ამასაც ვერ ვიგებ რა ეს რომ შევაჯამო მხოლოდ მე სხვა კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ ფიქრობთ რომ ოფიციალური პირებისგან უწყებისგან საიდანაც გაჟონილია ეს კადრები და ისე მოხდა YouTube-ზე რა თქმა სხვანაირად როგორ საიდან აღმოჩნდებოდა არა ინტერესოა მოხდა სისხლის სამართლის საქმის მასალები არის მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეში და მისი გახმაურება გასაჯაროება არის დანაშაული ხალხო რას მელაპარაკებთ და ფიქრობთ რომ ესეც გამოძებული უნდა იყოს ხო? რა თქმა უნდა უნდა იყოს, აბა რა უნდა იყოს გამოძებული. და საიდან მოხდა ინტერნეტ სივრცეში ეს? ყველა დეტალი უნდა იყოს გამოძიებული, რა თქმა უნდა. სანამდე უნდა იყოს აბა შეკითხები იმან რაღაცა, ეს რაღაცა. აი შეკითხები ახსენეთ ბატონო მურთაზა, ზუსტად ეს მინდა კითხოთ. თქვენ როდესაც თავარი პროკურორი გახდით, ეს საქმე უკვე გამოძიებული იყო, ანუ ოფიციალური ვერსია არსებობდა, მაგრამ მე მაინც მინდა კითხოთ, მაშინაც იყო კითხვები, იგივე ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ საჯაროდ ისმებოდა ეს კითხვები, თქვათ რა პასუხგაუცემელი რას დარჩა მათთვის მაინც ამ ოფიციალური ვერსიიდან. რატომ არ დაიწყო თქვათ იგივე ან თუ დამდგარა უბრალოდ დღის წესრიგში თქვენი მთავარი პროკურორობის დროს ან ხელახალი გამოძიება ამ საქმის თუ დახურული იყო რომ არ დამდგარა არა არასოდეს არ დამდგარა აი საკითხი პროკურორობის დროს არ მე გავხდი მთავარი პროკურორი 2009 წლის სექტემბერში 4 წლის მე შემდგომ რაც ეს საქმე გამოძიება დაიწყო და ძირითადი ეტაპებით დასრულდა ფაქტიურად ანუ პირველადი ვერსია რაც იყო ამ ვერსიისგან განსხვავებული რაიმე სახის ამ მტკიცებულება ახალი მტკიცებულება ან ახალი ინფორმაცია ან ახალი გარემოება პროკურატურისთვის ჩემი პროკურორობის პერიოდში ცნობილი არ გამხდარა მხოლოდ ეს არის ეს იძლევა შესაძლებლობას რომ განაახლო გამოძიება და იმუშავა რაც ვერსიებს და არა რაღაც გაუთავებელი ჭორები კონკრეტულად არის მოლოდინი რომ რაღაც სხვა ვერსიებსაც ელოდებიან ამ გამოძიების ჩემს მერეც გაგრძელდა ხო ჩემს მერე იყო 3 პროკურორი დრო ცოტა გავიდა მაგრამ 3 პროკურორი მაგრამ დრო ცოტა თავისთავად არ არის წელიწად ნახევარია წელიწად ნახევარი არ არის მცირე დრო იმისთვის რომ რაღაცა თუ არსებობს გარემოება და ეს პოლიტიკური ძალა რომელიც ახლა ხელისუფლებაშია 4 თუ 3 გახმაურებული საქმის რომელიც აი ესე ვთქვათ ზილეს და ამის საფუძველზეა მოსული ხელისუფლებაში და თუ რაღაცა იყო გამოიძიონ რა რაზეა ლაპარაკი ხო ანუ გამოძიებამ თქვას თუ არსებობს განსხვავებული ვერსია არ ვიცი ხო ყოველ შემთხვევაში ის არ უნდა თქვა რომ წლინახევრის წინ რაღაცა იყო იქ კაბინეტში თითქოს სახში მქონოდა ეს გარაჟი მქონოდა არა მაქვს ეს გარაჟი მაგრამ კაი სახში მქონოდა თითქოს ეს სეიფი და იქვე ახლა აღმოაჩინეს გუშინ წინ ამ შემთხვევაში გამორიცხავთ რომ შესაძლოა რაიმე მასალებზე კიდე ითქვას რომ თქვა თქვენ სეიფში იყო ნახავთ მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ მართლა ეხა ხუმრობაა მაგრამ ისეთი აბსურდული ბრალდებებია ისეთი აბსურდული ვითარებაა რომ მე არც იმას გამოვრიცხავ რომ მე მგონი თოფი ამოღებული იქნა თუ იარაღი კენედის კლუბაზე შეიძლება იქ რაღაცა იარაღიც კი ამოიღონ ჩემი სეიფიდან მაგრამ თქვენ ამბობთ რომ ამას ეს ვერ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს თუ ვიღაცამ განათავსა YouTube-ზე ამის ამსახველი პირი აი მაგ შემთხვევაში შეიძლება იპოვონ ეგეც კარგი ბატონო მურთაზ გრიფიც აიდუმლო ადევს არა მხოლოდ საქმის მასალებს არამედ იგივე გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილსაც თუ იცნობთ თქვენ ამ მასალებს თავის დროზე თუ გაეცანი და გასაჯაროების შემთხვევაში გაეცემა ყველა კითხვას პასუხი ვთქვა და ის ნაწილი რაც არ გასაჯაროებულა ვთქვა წინა ხელისუფლების სურვილი იყო ესეთი ჩვენი მათ შორის ჩემ პერიოდშიც იყო ესეთი კონსენსუსი იმაზე რომ ჩვენ არ უნდა გაგვისაჯაროებია და სწორედ იმ დელიკატური მომენტების გამო რომელიც სამსხლის სამართლის საქმეში იყო მაგრამ თუ გასაჯაროვდა ეს მაინტერესებს ფიქრობთ რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა ანუ ისეთია ეს ნაწილი საზოგადოებას კითხვა აღარ დარჩეს რა არის ხა არ ვიცი საზოგადოებაში შეიძლება ბევრი კითხვა ქონდეს ჩვენი არჩევანი იყო ისო ჩვენ პატივი ვეცით
ვთქვათ, საქართველოს პირველ რიგში სახელმწიფოს რაღაცა თანამდებობის პირი იყო ეს ადამიანი და ჩვენ ეს დელიკატური მომენტები რაც იქ იყო, მივიჩნიეთ რომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვინმე თუნდაც რაღაცა ამ ჭორებს გამოიწვია რაღაცა დაზიანი კონკრეტული რაღაც მართველი გუნდისთვის, ხო? ეს გააცვეთილება ეს იყო, ხო, კონსენსუსი. ანუ მე გარდა იმისა, რომ პროკურორი ვიყავი, მანამდე ვიყავი პარლამენტის წევრი და ამ რაღაც პოლიტიკური გუნდის წევრი ვიყავი და მე ვეთანხმებოდი ყველა ამ პერიოდში, რომ ჩვენ ამის მიუხედავად იმისა, რომ ამ ჭორებს შეიძლებოდა რაღაცა ნება ზიანი მოეტანა ჩვენი რეიტინგისთვის თუნდაც ან სხვა გარემოებებისთვის, ეს იყო სწორი. დღესაც ესე მიმაჩნია. რაც შეეხება იმას რომ მე ამაზე უნდა ვილაპარაკო თუ არ უნდა ვილაპარაკო ამაზე, იმიტომ რომ მე ვიყავი პროკურორი, მე ჩემ თანამდებობას ვეკიდებოდი სრული პასუხისმგებლობით. ყოველ შემთხვევაში მე წლინახევრის შემდგომ ჩემს სეიფში არაფერი არ მიპოვია. აი, ნამდვილად გეტყვით, რომ მე ჩემ კაბინეტში არ თუ წლინახევრის მერე, დღენახევრის მერეც ახალი არაფერი არ მომიჩენია. რომ შევედი სეიფიც ვნახე, ყველაფერი ვნახე და შევდექი მას შემდეგ საქმიანობას. ბატონო მურთაზ, ძალიან ხშირად ახსენეთ ამ სიტყვა დელიკატურს. არა, მე დავასრულე, დიახ. აი, სწორედ მაგითკენ მივდიოდი, მე ეს მომენტები ჩემთვის არ გაქარვებულა, მე პასუხისმგებლობა ვალდებული მაკისრია, რომ იმ საქმეზე, რომელზეც მე ინფორმაცია მიმწვდებოდა როგორც პროკურორს, უნდა კონფიდენციალურობა შევინარჩუნო. თუ დღევანდელი პოლიტიკური გუნდი გადაწყვიტავს, რომ ეს საქმე გახდეს საჯარო, გადაწყვიტონ ეს მათი არჩევანი, მათ ხელეწიფებათ ამის გაკეთება. მათ აბსოლუტურად ხელეწიფებათ, რომ აიღონ ეს საქმე და გაასაჯაროონ. ეს მათი არჩევანი იქნება. ჩვენი არჩევანი იყო ის, რაც იყო. დღესაც მიმაჩნია, რომ იყო სწორი, მიუხედავად იმისა, შეიძლება რაღაცებში დავზიანდით, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ იყო უფრო სინდისიერი იყო, ესე ვთქვათ რა. ჩვენი იყო უფრო მე ესე მიმაჩნია. თუ ამ ესენი თვლიან, რომ ეს სხვანაირია, მათ არ მაინც და მაინც, ანუ თუ ესენი თვლიან იმას, რომ ამ საქმის გაუსაჯაროებლობა არის მათთვის პრობლემა, მაშინ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მისი გასაჯაროებაც მათი უფლებამოსილება ესენი ოპოზიციონერები კი არ არიან. საჯარო მოხელეები არიან, პროკურორები არიან, ზოგიერთი პროკურორია, ზოგიერთი, მინისტრია და ასე შემდეგ. ეს ხელეწიფებად მათ ამ გაწყვეტილების მიიღონ. მიიღონ ეს გაწყვეტილება, ან ისე მიიღონ, ან ასე, მაგრამ ისე კი არა, რომ წლინახევრის წინ რაღაცა აღმოვაჩინე კაბინეტში, რომელშიც წლინახევრის წინ შეხვედი და ბოლო-ბოლო ეხა მე ესე არ უყვარდით მათ, რომ ჩემი კაბინეტი მუზეუმად ექციათ და იქ არავინ არ შესულიყო. თან იყო სურათები, რომ ეს არჩეგულაშვილი იჯდა ფოტოები, ცნობამ ჩემ კაბინეტს, რომ ეს ბოლო ორი პროკურორის, მე მგონი ერთადერთი სურათია ორივეზე ერთად დაღებული, ეს რესტორანში გადაღებული, მაგრამ კბილაშვილი საჯარო პირი იყო, უფრო მათ შორის კაბინეტში ხედავდით მე და ჩემ მეგობრების და ვინ ჩემ კაბინეტში იყო ნამყოფი, რომ ჩემ კაბინეტში იყო, მოღვაწეობდა. რაც ბოლო პროკურორი კიდევ ვიმეორებ, არ ვიცი, ამ შეიძლება ესენი სხვაგან ზიან. არ ვიცი, ფოტოც ერთია მათი, ორივე ადამიანზე ერთი ფოტოა, არცეთი არასდროს არ გამოჩენილა და ეს ერთი ფოტოც არის რესტორანში გადაღებული. ანუ გასაჯაროების შემთხვევაში და მინდა უკვე სხვა თემაზე დაგისვათ ერთი კითხვაც მოვასწრო. გასაჯაროების შემთხვევაში ფიქრობთ, რომ ამ სიტყვა დელიკატური ბევრჯერ ახსენეთ წეღანაც თქვი, რაიმე ახალი დეტალები გახდეს საქმის და აი ამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების დელიკატური არ ნიშნავს იმას, რომ დელიკატური იმას კი არ ნიშნავს, რომ გამოძიება მას გვერდსაულის. არა, რა თქმა უნდა, არამს და არამს. დელიკატური ნაწილიც, არადელიკატური ნაწილიც ყველაფერი გამოძიებული იყო. ყველაფერი იყო გავლილი, გამოძიებული და ეს ყველაფერი უდებდა საფუძვლად არსებულ დღესაც არსებულ ვერსიას. ეს ვერსია არავის არ უარყვია, არანაირ მტკიცებულება არავის არ დაუდია, არაფერი არ მოუტანია ეს. ეს არის ყველაფერი არის ფარსი, რაც ხდება ახლა რეალურად. ანუ იგივე ჩაჩუას დაკავება, თქო, მე დელიკატური ვიქნები სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ მე დელიკატური არ ვიქნები იმ ბრალდებების მიმართ, რომელიც ისმის ჩემი მიმართ. აბსურდული სასაცილო ბრალდებების მიმართ. მაგის მიმართ დელიკატური მე ვერ ვიქნები. გასაგებია, მაგრამ თქვენ ახლა თქვით, რომ ეს არის ფარსი, რაც დღეს ხდება. ამ დროს ორ ადამიანს წაუყენეს ბრალი. ეს არის მიხელ ძაძამია და ჩაჩუა. ეს არის შედეგი ამ ფარსის. რას გულისხმობთ? აი ეს მინდა ვიკითხო. კონკრეტულ ადამიანებს შესაძლოა გამორიცხავთ, რომ გადაცნობას ქონოდა. ისეთ რა არის, მოდით ახლა ესე ვიტყვი რა. მე მაგალითად, ანუ თუ ჩემს ირგვლივ ტრიალებენ ხო ამ ჩემ კაბინეტს მაინც ვერ რაღაც არ დამაცილეს იმ ნიუსურად ინფორმაციულად ამ სეიფ. მაშინ ერთი რჩევის უფლებას მივცემ ჩემ თავს, რომ ერთი რჩევა მივცე. აი ეს ადამიანი, რომელიც დააკავეს გუშინ რაღაც უსნაურ ჩაჩუას, რომელსაც სოციალურ ქსელებში ვნახე ინფორმაცია იყო, რომ გულის რაღაც პრობლემები აქვს, რაღაც ესეთი ვითარებაა. თუ ჩიხში ხარ თქვენ ადამიანებო, მაინც და მაინც ეს კაცი უნდა მოკლათ, რომ რაღაცა ტრაგიკულ ჩიხში აღმოჩნდეთ. რა არის ეს რა? გამოუშვი, დააბრუნე, მე გამოუშვი, კიბეზე დაიწიე, დაიჭირე. რაზეა საერთოდ საუბარი? რისთვის? რატო? ვიღაცა პოლიტიკოს კონკრეტულ დეპუტატს რო მესმის მაგრამ სრულყოფილი არ იყოს ადამიანი შეიძლება არ იყოს იურისტი და ამ დეტალებში ვერ გაეკვეს, მაგრამ იმისთვის რომ ვიღაცა პარლამენტ გუშინ 12 საათზე, ღამის 12 საათზე რომელიღაც დეპუტატს პარლამენტარს სიამოვნება მიეღო და სიამოვნებით ფეხზე გადაედო, ამისთვის შენ აკავებ ადამიანს, რომელიც შეიძლება გადაგეცვალოს, რომელიც შეიძლება. ნუ აი ნებისმიერ აი დღეს შემთხვევით უყურებდი 3 საათიან კურიერს და ერთ-ერთი დეპუტატი გასაუბრობდა უმრავლესობის
15 საათზე და 30 წუთზე იყო თუ არ ვწდები, ვისაც საინტერესებს შეუძლია ნახოს. იმ ადამიანმა პროკურატურას მიმართავ კიდევ ერთხელ იმ ადამიანმა რომ სიამოვნება მიიღოს და ფეხი-ფეხზე გადაიდოს და თქვას რომ არა მაგარი ვარ და რა მაგრები ვარ, ამისთვის შეიძლება რომ ადამიანი რომელსაც არაფერი არ აქვს. როგორ შეიძლება ექსპერტი დააკავო დასკვნის, ასე ვთქვათ, უარგისობაზე ისე რომ ალტერნატიული დასკვნა არ არსებობდეს. და ეს ხო ყველა იურისტმა ეს ხო ორჯერ ორი არის, ეს ძალიან ელემენტარულია რა და ეხლა ხალხს რაღაცა ყველაფერს აქვს საზღვარი რა. აი გადაახვიეთ, ნახეთ იმ კონკრეტული ადამიანის კომენტარი 15 საათზე და 3 საათიან აი უმრავლესობის წევრია ამ შემთხვევაში. თუ ნახეს არა 15 აი დრო მახსოვს 15 საათი და 30 წუთი იყო თქვენი სამსახური. ნახო რა გადაახვიეთ და ნახო მე მინდა როგორც მოусვინო მის კომენტარს და როცა მის კომენტარს მოусმენთ 15 საათზე და 30 წუთზე თქვენ თუ მას გულდასმით მოусმენთ თქვენ მიხვდებით რომ აი ამ ადამიანმა რომ სიამოვნება მიიღოს ამისთვის ესეთი რაღაცა არ უნდა გააკეთოთ. ეს არის ჩემი რჩევა. ჩვენი დრო იწურება და მინდა რომ მოვასწრო ერთადერთი ბოლო კითხო თქვენ იმყოფებოდით უნგრეთში მე ელიტ ბურჯის საქმეზე დაგკითხეს აქ თქვათ რომ ჩამოხვედით მას შემდეგ საქმეზე დაკითხვა არა ეგეც ცალკე საკითხია წელიწად ნახევრის შემდგომ მე ეს ხო ჩემი პირველი დაკითხვა პირველი გამოძახება პირველი ამ საქმეზე გამოგიძახეთ ამ საქმეზე საერთოდ პირველი გამოძახება იყო ეს იყო პირველი გამოძახება მაგრამ ეს დროში ესეც ემთხვევა ანუ 18-ში ვიყავი მე დაკითხვაზე და 19-ში გაავცელეს ეს ვერსია თითქოს რაღაცა აღმოაჩინეს ეს რა ქვია თან სეიფში სადმე კი არა სამალავში არა სეიფ ხო მაგრამ თქვენ თქვით რომ თითქოს მიემგზავრებოდით და გამოგიძახეს დაკითხვაზე და ეს არ არის ალბათ არსებობა 16-ში ხო ანუ ქრონოლოგიისთვის თუ ანალიტიკის უნარი ვისაც აქვს შეუძლია ჩემზე უფრო მეტადაც თუ ამისთვის ბევრ დროს გამონახავს 16-ში მიფრინავდი მე უნდა კიევში მქონდა გარკვეული ვიზიტი ჩემ მეგობრებთან ერთად როგორც კი საზღვარი გადავკვეთე 15 წუთში ანუ გავიარე საზღვარი საქართველოს საზღვარი გადავკვეთე 15 წუთში თუ 20 წუთში ამერიკა რა ქვია გამომძებნულად დამიბარა 18-ში 2 დღის შემდგომ ანუ დამიბარეს დაკითხვაზე მე მაშინათვე მოვტრიალდი ფაქტობრივად ტრაპიდან ჩამოვედი შემოbrunდი ისევ საქართველოში რატო იმიტომ რომ მიმაჩნია რომ უნდა მისულიყავი მე თვითონ ვიყავი პროკურორი და ეხლა რო გებარებენ ესე იგი უნდა მიხვიდე ხო პატივისცემა ელემენტარული ხო და მე არასდროს იმალვას არ ვაპირებდი არაფერს არ ეს ყველა მიცის რა კარგად რა მე დიდი ხნის წინ ჩამოვედი და ახლა საქართველოში დროში ესეც ემთხვევა საეჭვოდ ემთხვევა არ ვიცი შეიძლება ამას მე შემდგომ მოვლენა შეიძლება რამე აჩვენოს კიდე ახალი არ მინდა შეთქმულების თეორიების კვება ჩემი ჰობი არასდროს არ იყო და შეთქმულების თეორიების მსხვერპლია სხვათა შორის აი ეს ოჯახის კონკრეტული ოჯახი რომელიც დღეს კი და აი 9 წლის მერე აი ამ მართლა ნუ ახლა გუთანაგცნობ რა მართლა ადამიანურად რა 9 წელი გავიდა და ნუ ვიღაცა სხვა შენ კი არა კაცო ვიღაცა სხვა მოდის ფიგურალურად ამოიღებს რა და დაადებს რა უბედურებაა ეს ყოველთვის არჩევნების წინ ყოველთვის უცნაური გარემოებების თანხლებით ყოველთვის ვიღაცაზე გადაბრაღაცა შეთქმულების ახალი თეორიების შეთხზით აი ახლა ახალი თეორია არის ის რომ რაღაცა იპოვეს რა ოღონდ წინახევრის ოღონდ ეხლა ამბობენ იწურება და ამიტომ მე მინდა უბრალოდ ბოლო კითხვა დავსვა თქვენ ვიცი რომ გქონდათ კომუნიკაცია ზურაბ ადეიშვილთან ყოველთვის ვრცელდება ეს ინფორმაცია რომ უნგრეთში იმყოფებოდით და მას შემდეგ დაბრუნდით შესაძლოა თუ არა ზურაბ ადეიშვილიც დაბრუნდეს იმიტომ რომ ჩვენ ვიხილეთ სასამართლოზე მის რომ იმან მზადყოფნა გამოთქვა თითქოს სკაიპით ჩვენების მიცემაზე დაბრუნდება ის საქართველოში ვთქვათ მე ვეძებთ მე ჩემზე ანუ მე რომ დღეს მკითხოს რჩევა მე ვეტყოდი რომ არ დაბრუნდეს საქართველოში იმიტომ რომ რატო თქვენ რატო დაბრუნდით მაშინ ნუ მე სხვა ვითარება მქონდა რომ მე ბრალი კონკრეტული ბრალები ჩემი მართ წარგენილი არ იყო ზურა დახუნძლეს ეს თქვა პოლიტიკურად ანგაჟირებული ეს თქვა ბრალებით რომელიც არც ერთი მათგანი არაფერს არ ეხება ეს სხვა საკითხია ანუ რამდენიმე ბრალი აქვს უკვე ადამიანს ზურა ჩემი მეგობარია გარდა იმისა რომ ჩვენ მქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა მე უდიდეს პატივს ვცემ ზურაბ ადეიშვილს იმიტომ რომ მან გააკეთა უამრავი რამ საქართველოსთვის უამრავი მე რო დავდივარ დღეს საქართველოში სარაც არ მივიხედავ იქ სულ რაღაცას ხედავ ცნობ რომ ეს ზურას გაკეთებული ზურას დამსახურებაა ზურას გაკეთებული თან ზურა არ ყოფილა რასოდეს არც ეხლა არ არის ჭორები არის სისულელე ზურა იყო ყოველთვის საშუალო შეძლებისა და მულტიმილიარდელი კი არ ყოფილა მაგრამ ნახევარი საქართველოს თავისი კვალი პოზიტიური კვალი დაამჩნია თუ რამე არის აშენდა გაკეთდა ყველაფერში წვრილი აქვს შეტანილი მაგრამ ის არ ყოფილა მულტიმილიარდელი მაგრამ ნუ ეხლა 2 წელია მულტიმილიარდერის ხელში ცხოვრობს და ერთ პანდოსი გაიხსნა რა აი ეს დამოკიდებული მაქვს მე ზურაბ ადეიშვილი შესაძლოა დაბრუნდეს ზურაბ ადეიშვილი აი ამაზე მინდა რომ მეპასუხოთ ყველაფერი არ ვიცი ვერ გეტყვით ამ საკითხზე არ მისაუბრიამდი კიდე თუ მკითხავს ვეთქვი რომ არ ჩამოვიდეს იმიტომ რომ მე ვერ გავიმეტებდი პირადად ზურას იმისთვის რომ სანამ ეს რაღაც ვითარება ეს ქაოტური უაზრო ზურა იჯდეს ციხეში და
ისვის რასაც ვერ ხედავ სიმართლე გითხრა. რავი კი ბატონო. მისი გასაწყვეტია ყოველ შემთხვევაში მე ამას არ უჩევდი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო მურთაზ, რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. მურთაზ ზოდელავა ყოფილი მთავარი პროკურორი იყო ჩვენი სტუმარი პირდაპირ ეთერში და ვიდრე სხვა სტუმრები შემოგვიერთდებიან, ჩვენ შეგვიძლია უკვე გავესაუბროთ მართველი გუნდისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. გიორგი ვოლსკი გვერდება პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან და მასთან განვაგრძობ საუბარს. საღამომშვიდობისა ბატონო გიორგი, მადლობა რომ მონაწილეობთ და გველოდებოდით გადაცემაში ჩვენთან სასაუბროდ და დავიწყებთ თქვენთან დღეს ახალი ის იყო რომ პროკურატურა ბუნებრივია ზურაბჟანია საქმეზე ვსაუბრობ დაადასტურა რომ YouTube-ზე ატვირთული ფოტო მასალა ავთენტურია და ვთქვათ ისინი გამოძიების მასალებში ძდევს. გაჩნდა კითხვა რომ თუ ეს ყველაფერი ამდენი ხანი ვთქვათ გამოძიების მასალებში იყო, რატომ გააქტიურდა დღეს ეს გამოძიება? თქვენ როგორც მართველი გუნდის წევრს რა განმარტება შეგიძლიათ ამ თემაზე გაგვიკეთოთ? ანუ რატომ დაელოდა თითქოს გამოძიება არ ვიცი YouTube-ზე ატვირთულ კადრებს, რატომ დაემთხვა ესე გააქტიურება ადამიანებისთვის ბრალის წაყენება, მოწმების დაბარება და ასე შემდეგ? არა, ნამდვილად მოულოდნელი კითხვა. ვიტქვა რომ ეხლა გააქტიურდა. არა, ყოველთვის რაც ეს კადრები აიტვირთა ამის შემდეგ ორ ადამიანს საუყენეს ბრალი, ბატონო გიორგი, ეს პირველი ორი დაკავებულია ამ საქმეზე. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა გამოძიება. მე ამ დაკავებაზე ვერაფერს ვერ გეტყვი, დაემთხვა თუ გამოძიების ნაწილს წარმოადგენს და რა არის საკვირველი იმაში, რომ ადამიანმა რომელმაც არ განაცხადა იმის თაობაზე რომ არის დაზიანებები უნდა განაცხადებინა უბრალოდ არ განაცხადა და მის მიმართ პრეტენზია ქონდეს გამოძიებას. მე არა ვარ იურისტი, არც გაუმძიებელი, არც პროკურატურის თანამშრომელი. მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ ეს ფაქტები, რომელიც დაიდო YouTube-ზე, აბსოლუტურად ხელს უშლის გამოძიებას და გამოძიების მსვლელობას. რას გულისხმობთ რომ ხელს უშლის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა ხელს უშლის, იმიტომ რომ გაეხვა უცებ პოლიტიკურ იმაში, რაღაც ატმოსფეროში, გამოვიდა დღეს ახლა ამ წუთში უსმენთ აბსოლუტურად არ ვიცი არ მინდა დავამძიმო გამოთქმა არაადეკვატურ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თურმე ამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ სახელმწიფოს ავტორიტეტის შესადარჩუნებლად არ უნდა გამოეხმაურებინა მასალები და ედო ამიტომ სეიფში და ჩვეულებრივად ყვება ამას, იმიტომ რომ ადამიანმა რომელმაც შეამოწმა გვამი ექსპერტიზა ჩაატარა და არ თქვა რაც საჭირო იყო არ გააკეთა ისე და თქვა ის თურმე არ უნდა დაკითხო, იმიტომ რომ შეიძლება ხო, მაგრამ ბატონო გიორგი, იცი რა მიდაკითხოთ? ეს ვიგულისხმობ რომ არ უნდა მივაყენოთ კივილი. რა მინდა იცით კითხოთ ზუსტად ამავე თემაზე, რომ იგივე ჩაჩუა. მე ვიცი მან რაც იგულისხმა მივხვდი. არა, მე კითხავს რომ სტუმარმა რა იგულისხმა კი არ ვსაუბრობ. ხო, რაღაცა ვიღაც პარლამენტარს ოდა რომ ასე ამბობს პროკურატურამ, ესეც სისულელეც აღარ არის უკვე, ეს უკვე ცდება ყოველგვარ საზღვარს. აქედან გამომდინარე ფაქტია, რომ ვის უნდა ამის გავრცელება აშკარად ჩანს და გამოძიებას რო ხელ შეუშლის, ესეც უკვე აი დღეს უკვე ნათელი გახდა. თქვენ ეთერში მოწვეული სტუმრის განცხადებებიდან. ბატონო გიორგი, ითქვა ისიც რომ იმიტომ რომ სამედიცინო ექსპერტს აუყენო ბრალი, ვთქვათ რომ მან არასწორად ჩაატარა, გულგრილობა გამოიჩინა, ვთქვათ ექსპერტიზის დროს, საჭირო ალტერნატიული ექსპერტიზა ჯერ ეს არ ჩატარებულა, ანუ მხოლოდ ეს ფოტომასალა. ფიქრობთ რომ თუ ეს თან გამოძიებაში ძდევს და ვთქვათ პროკურატურამ თქვა რომ ავთენტურია საკმარისია ამის დასამტკიცებლად. მაგაშია. დიახ. საქმეც მაგაშია ქალბატონინო რომ ეს ხო მარტო ეს მასალა არ არის რომელიც გამოქვეყნდა, იქ არის მასალა ეს ხო კონტექსტიდან ამოგლეჯილი რაღაცა კადრები გაუშვეს. იქ ხო არის მასალა სერიოზული, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. ეს ხომ არა და აი ამ ზოდელავას განცხადებები ხო ჯერ ესეთი მე არა ვარ მაგ დარგში განსწავლული რომ ზუსტი დასკვნა გავაკეთო, მაგრამ ეს ხო მარტო ეს კადრები არ არის. იქ ხო მასალადებს გამოძიების მიმდინარეობა და აშკარად ეტყობა ყველაფერს, რომ არის მიჩქმალული ფაქტები და არის მიჩქმალული ის რაც მოხდა რეალობაში და თქვენ ერთიც მოიგონეთ. როგორ მოხდა რომ ამ საექსპერტო ბიუროს ხელმძღვანელი უცებ მოკლეს და მერე მკვლელმა ორი იარაღით, სხვადასხვა იარაღით მოიკლა თავი, ჭყალებში ვამბობ. ანუ თქვენ გარემოებები, რაც საერთოდ აი ამ მკვლელობას
თქვენ კავშირს ხედავ, თქვენ რა ვერ ხედავთ კავშირს? ყველა გამოძიება უნდა დაადგინოს, ბატონო გიორგი, არ ვიცი, მე უბრალოდ თქვენ როგორც პოლიტიკოსის მოსაზრებას. გამოძიება უნდა დაადგინოს და ამიტომ გეუბნებით, რომ მე გამომძიებელი არა ვარ. მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ თუ ამ მიმართულებითაც არ მიდის გამოძიება არასწორია, უნდა აქეთაც წავიდეს გამოძიება. თქვენ როცა ჭირდებათ, ესე იგი გეუბნებიან, რომ გამოძიება ჯერ არ დაუდგენია. თუ განმარტებებს და კომენტარს მთხოვთ, მე როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვიტყვი, რომ უამრავი ბნელით მოცული მხარეები აქვს ამას და მათ შორის ის რაც ბოლოს ვთქვი, ყველას აქვს ეს კითხვა საზოგადოებაში. მე ერთ რამეს განვიცდი მხოლოდ, რომ ოჯახს მივაყენებთ კიდევ ერთ დიდ ტკივილს ამდენი ლაპარაკით ამ თემაზე და თუნდაც ამ YouTube-ზე ამ კადრების გამოქვეყნებით. მეტი ამ საკითხს და გარდა იმისა კიდე რასაც აი თქვა თუნდაც ტელევიზიებში ატეხვა სკანდალის მეტი ამას არაფერი სიკეთე არ მოაქვს. განსაკუთრებით გამოძიებისთვის არის დამაზიანებელი. ბატონო გიორგი, თქვენ თქვით რომ მიჩქმალულია საქმის მასალებიო. იცნობთ თქვენ ამ საქმის მასალებს თუ რას გულისხმობთ მიჩქმალულში? ეს მაინტერესებს და იგივე თქვენ როცა ამბობთ რომ აი იგივე ტელევიზიებში ხმაურდება ამ YouTube-ზე ატვირთული კადრების შემდეგ ოფიციალური პირების კომენტარებიც მოვისმინეთ და დღეს თქვა საიას დასკვნაშიც არის ის რომ თქვა წინასწარ ესეთი განცხადებების კეთება რომ ეს სიცოცხლის დროს შესაძლოა მიყენებული ზიანი ქონოდა. ეს რაღაც გამომძიებელი მეკითხებით მე მეუბნებით რომ ამ კადრების ნახვის შემდეგ მე გამიჩნდა ერთი ესეთი კი ვიცი ვინც ახართ გამიჩნდა ერთი შეკითხვა როგორ მოხდა რომ ეს ყველაფერი არსებობდა ამდენი ხნის მანძილზე და ამაზე ლაპარაკი არ იყო არ ნიშნავს ეს მიჩქმალვას თუნდაც ჟურნალისტურ შეკითხვას რომ უპასუხოთ რა არ არის ეს მიჩქმალვა და გარდა ამისა ჩვენ ხო არ ვიცით რა მარტო ეს კადრები არსებობს ზოდელავას სეიფში უამრავი სხვა მასალაც იქნება რა ბატონო გიორგი ოღონდ თუ ეს გამოძიების მასალებში იყო თქვენ როდესაც ამბობთ რომ ეს იყო მიჩქვავა რატომ თქვა გამოძიებამ უნდა გაესაჯაროებინა თუ არა მე არ მეთქვია რომ ეს იყო მე ეგეთი შტაბეშტილება მჩება რომ ეს არის მიჩქმალული უამრავი რამე ეს მარტო კადრების ნახვის შემდეგ კი არა მაქვს ესეთი აზრი ეს მქონდა ესეთი აზრი სანამ პარლამენტში შემოვიდოდი იქამდეც მქონდა ეგეთი აზრი კარგი თქვენი პოზიცია მინდა მოვისმინო საზოგადოებას მქონდა და კარგია რომ ჟურნალისტებსაც მქონდეთ ესეთი აზრი და ცოტა უფრო მკაცრ შეკითხვებს უსვავდნენ თუნდაც ზოდელავას მაგალითად რა კითხვა გქონდათ მურთაზოდელავას მაგალითად როგორ მოხდა რომ ამბობს რომ იცით რა არ გამოვაქვეყნე კადრები იმიტომ რომ სახელმწიფო მე მარტო პროკურორი კი არა ვარო ამბობს რომ მე პარლამენტის წევრი და არ გამოვაქვეყნე კადრები იმიტომ რომ დღეს რატო არ ხდება გამოქვეყნება და გასაჯაროება სწორედ ეს მოგცემ თუ შემეკითხეთ პასუხს მოგცემთ მაგაზეც და ამ ბოლო კითხვაზეც კი ბატონო აი მაგას გეუნებით ადამიანი ამბობს რომ წელიწად ნახევარ თუ 2 წელი არ ვაძაჯარო არ ვაკეთებდით ჩვენ ამის შესახებ არც დასკვნა არ გამოქონდა არც გამოძიებას არ ვაწარმოებდით რომ სახელმწიფოს ინტერესებისთვის თურმე არ მიგვეყენებინა რაიმე ზიანი პრემიერ-მინისტრი აღარ არის ცოცხალი და აი ამ თემაზე ვლაპარაკობთ ახლა და მეორე თქვენ რასაც მეკითხებით მე გეუბნებით რომ გამოძიება მიმდინარეობს ჩვენ როგორც ვართ ინფორმირებული ჩვენ ხარ შეიძლება ყველაფერზე დეტალებზე ინფორმირებულები ვიყოთ გამოძიება მიმდინარეობს და როცა იმ ფაზაში გადავიდა უკვე სერიოზულ ფაზაში რომ ბევრი საკითხი შეიძლება გახსნილიყო უკვე და მათ შორის საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი ვიღაც ჭკვიანმა მოიფიქრა რომ შემოაგდო ეს კადრები და მე და თქვენ აგერ ვზივართ და ვლაპარაკობთ იმაზე რაზეც შეიძლება არ უნდა ვილაპარაკოთ ეხლა სწორედ ამ დროს. გასაგებია, ბატონო გიორგი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. ფიქრობთ თუ არა, იმიტომ რომ თქვა ყოფილი ხელისუფლება ამბობს რომ მათ არ გაასაჯაროეს გარკვეული დელიკატური რაღაც საკითხების გამო მასალებში რაც არსებობს, სრულად ეს დასკვნა, რომელიც ფედერალური ბიუროს მიერაც არის და თქვა ქართული მხარის მიერაც და ამ ხელისუფლებას მოუწოდებენ რომ თუ სურვილი იქნება, უნდა გაასაჯაროოს ხელისუფლებამ. თქვენი პოზიცია როგორია? უნდა მოხდეს თუ არა სრულად გასაჯაროვება? არ ვიცი მე მგონია რომ უნდა დამთავრდეს სრულად გამოძიება ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს
და შემდეგ უნდა გასაჯაროდეს და ხალხმა უნდა იცოდეს რა მოუვიდა საქვეყნის პრემიერ-მინისტრს 2005 წლის თებერვალში. მძიმე იქნება ეს ბევრი ადამიანებისთვის, მაგრამ საჭიროა, აუცილებელია. ქვეყნის ინტერესებს ესე ასუხობს ესეთი განაცხადება. მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე როგორ შეიძლება? არ ვიცი, მე შეიძლება რაღაც მეშლება, შეიძლება რაღაც გამოცდილება მაკლია, ან არა ვარ გამომძიებელი, არ მიმუშავია ამ სფეროში, მაგრამ მე ზუსტად ვხედავ რა მოიტანა ამ YouTube-ზე ამის დადება. ზუსტად ვხედავ. და არც იმაში ახლა კიდე იმასაც ამბობს, კიდე თქვენ რო თქვით რა კითხვა შეიძლებოდა. იმას ამბობს, რომ იცით რა, ეს ერთი ეგზემპლარი იყო, მარტო მე მომქონდაო სეიფშიო. თავარი პროკურორის კაბინეტში ინახებოდა მანამდეც და შემდეგაც. თუ მერე რა ხო, ნუ გამორიცხავს, რომ ვინმე შეიძლება ესეთ კინოშემოქმედებს ჭყალებში ქონოდათ არა ერთი კიდე ეგზემპლარი და თუნდაც სხვა მასალები რაღაცა და ხვალ კიდე რაღაცის მოწმე არ გავხდები. ანუ ბატონო გიორგი, და რა ვტეხავთ ამაზე ამბავს. ანუ პარალელურად უნდა მოხდეს ამის გამოძიებაც თუ როგორ მოხდა ინტერნეტ სივრცეში. თქვენ იზიარებთ ხო ამ პოზიციას, რომ იქნებ საზოგადოებისთვის ესე ცნობილი გახდეს. გასაკვირველია კეთახმები. კარგი, და ბოლო კითხვა, თქვენ თქვით რომ ალბათ მძიმე ინფორმაციის მოსმენა მოუწევს საზოგადოებასო, ანუ თქვენ ფიქრობთ რომ გამოძიების ფინალი იქნება ის რომ ოფიციალური ვერსია შესაძლოა სრულიად თავდაყირად დადგეს. ასეთია თქვენი მოლოდინი? ნებისმიერ შემთხვევაში მძიმეა მასალები, როდესაც ადამიანის სიკვდილზეა საუბარი. მაგრამ რაც შეეხება ოფიციალურ ვერსიას, ფიქრობთ რომ შესაძლოა სრულიად თავდაყირად დააყენოს თქვა ხელახალმა გამოძიებამ ეს ყველაფერი? შესაძლოა დააყენოს სრულიად. თვითონ თქვა ეხლა ზოდელავა ამ წუთში ამბობდა რომ არის ისეთი ვერსია, მაგრამ ჩვენ თურმე არ ჩავთვალეთო რომ სახელმწიფოსთვის ზიანი არ მიგვეყენებინაო. და გარდა ამისა გამოძიება გვიჩვენებს ახლა წინასწარ როგორ მე არ მასალები არსებობს ეხლა რატო არ საჯაროვდება ბატონო საუბარი რომ მე ვთქვა რომ ეს თავდაყირა დადგება. არა, თქვენი პოზიცია მაინტერესებს, ბატონო გიორგი. მიზანია ამ შეკითხვას. არანაირი, თქვენი როგორც მართველი გუნდის წარმომადგენლის პოზიცია მაინტერესებს. შეიძლება იყოს პოლიტიკური, არ შეიძლება ეს პოლიტიკური გუნდის სახელი თქვა. შეიძლება მე ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. საერთოდ მე არ გამოვრიცხავ რომ ჩვენი ოპონენტების გუნდშიც საკმაოდ ბევრი ფიქრობს იმას რომ გამოძიებაც არის საჭირო, გამოტანაც არის საჭირო ამ გამოძიების შედეგის. მე დარწმუნებული ვარ რომ ესე საკმაოდ ბევრი ფიქრობს და ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხის დახურვა და დამთავრება. კარგი, დიდი მადლობა ბატონო გიორგი, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. გიორგი ვოლსკი მონაწილეობდა პოზიციაში მართველი გუნდიდან და ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება გავესაუბროთ ხათუნა გოგორიშვილს, რის შემდეგაც უკვე გადმოვინაცვლებთ სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან და განვაგრძობთ საუბარს. საღამომშვიდობისა, ბატონო ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ თქვენს გადაცემაში. ვიცი რომ საკმაოდ მძიმეა თქვენთვის როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობრისთვის ამ თემაზე საუბარი, თუმცა თქვენ უშუალოდ ესწრებოდით ექსპერტიზას, ამიტომ ძალიან მინდა რომ ამ თემაზე კითხოთ და დავიწყო სწორედ ამაზე საუბრით, რომ კონკრეტულად თქვა რა პროცედურას დაისწარით, ვინ იმყოფებოდნენ თქვენთან ერთად, აი ეს დეტალები გაიხსენოთ, რაც კიდევ უფრო საინტერესო გახდა YouTube-ზე ამ ფოტო და ვიდეო მასალის გამოჩენის შემდეგ. საღამომშვიდობისა, ნინო. საღამომშვიდობისა. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და სანამ თქვენ შეკითხვაზე ვპასუხებდე, მე მინდა უბრალოდ ერთი ჩემი პოზიცია გაგაცნოთ, რა თვლი ამას მნიშვნელოვნად ამის გაკეთებას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ეს ამ თემაზე არასოდეს გამოსულ არ გამიკეთებია არანაირი საჯარო განცხადება და ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უარყოფითი გაგებით ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბარი მიდის არა იმაზე, ვინ იყო ზურაბ ჟვანია, ვინ იყო, რას წარმოადგენდა მისი პიროვნება, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რა კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში, არამედ ყოველ ჯერზე არის საუბარი მხოლოდ რაღაც განცხადებებზე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მეხსიერებაში ადამიანების ზურაბ ჟვანია ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ მისი გარდაცვალების დეტალებთან და ამ გამოძიების დამთავრება არ დამთავრებასთან, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. რაც შეეხება უშუალოდ იმ საშინელ
დღეს მე გულისხმობ 2005 წლის 3 თებერვალს მე გავხდით ისევე როგორც ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, როდესაც დაიწყო ოფიციალური პროცედურა, მე ესე მოხდა რომ ვიყავი იქ და შევედი იმ სპეციალურ ოთახში, სადაც ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო. მე შემიძლია გითხრათ, რომ იქ იყო რამდენიმე სამედიცინო სპეციალობის ადამიანი, იყვნენ ექსპერტები. ანუ მხოლოდ ჩაჩვა არ ესწრებოდა ამ პროცედურას. ამ პროცედურას რამდენთაც მე მახსოვს, ყოველ შემთხვევაში მე ესაუბრებოდი მაშინ ქალბატონ თამარა დეკანოსძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა ესეთ კოორდინაციას და ორგანიზებას უკეთებდა იქ მიმდინარე პროცედურებს. იქ იყო ვიდეო კამერა, იქ იყო ფოტოგრაფი, იქ იყო რამდენიმე სამოქალაქო პროფესიის ადამიანი, როგორც მე მივხვდი, გამომძიებლები და ეს იმ მომენტში სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ დამისვავს შეკითხვები, ჩავთვალე, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთელი პროცესი გადაღება მიმდინარეობდა ვიდეო ფირზე და იქვე ხდებოდა ფოტოგრაფირება. და ანუ ეს ფოტოები, რაც თქვენ ნახეთ, მაპატიეთ ეს უბრალოდ კითხვებით ჩაგერთვებით, ეს ფოტოები, რაც გავრცელდა YouTube-ით, არის გამოძიება მკითხვა რომ ავთენტურიაო, მაგრამ ნუ თქვენც იქ იყავით, ანუ ეს იმ ფოტომასალის ნაწილია, ესე ფიქრობთ. ქალბატონო, მე ფოტოები კი არა, მე ამ ფოტოებს როგორ იღებდნენ, იმას უყურებდი. მე მოგვიანებით ფოტოებიც ვნახე და ამაზეც მოგახსენებთ. თავდაპირველად დაიწყო ექსპერტიზა გარედათვალიერებით, ეს ისეთ შედარებით ემოციურად ადამიანისთვის, ჩემთვის პირადად, მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ამას შევძელი და დავესწარი, თუმცა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ შემდეგ შეუძლებელი გახდა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და მე გამოვედი და იქვე წინა რაღაც მისაღებ ოთახში ვიყავი მანამ სანამ დამთავრდა მთლიანი პროცედურა. რაც შეეხება გარედათვალიერებას, მაშინ ეს მახსოვს კარნახი ხდებოდა და იქ იყო ადამიანი, რომელიც ამის ჩაწერას ახდენდა და აღინიშნება ეს იყო ლაპარაკი და აღინიშნა თავის არეში მარცხენა ტუჩზე დაზიანება და ასე შემდეგ. ეს დათვალიერება იყო პირველი, რითიც დაიწყო, შემდეგ უკვე შინაგანი ორგანოების დათვალიერება იყო საჭირო, იგივე ტრეპანაციის გაკეთება, რასაც მე პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ გაუძელი და გამოვედი. ალბათ ეს არავის გაუკვირდება. რაც შეეხება თვითონ ამ ფოტოებს, როდესაც მე ვნახე ეს არ ვიყავი საქართველოში და კომენტარზე დამირეკეს და მხოლოდ მას შემდეგ მოვიძიე რაზე იყო ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ ეს ფოტოები მე ნანახი მაქვს 2005 წელს. უფრო მეცას გეტყვით, ეს არის ფოტოების ნაწილი, გაცილებით მეტია თვითონ ფოტომასალა, რომელიც საქმესთან ერთვის. ეს მე გამიჭირდება გითხრათ სამწუხაროდ, როდის იყო, ეს იყო 2005 წლის მეორე ნახევარი ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნა ჩამოვიდა ოფიციალურად საქართველოში, მე გავხდით პროკურატურაში და დასკვნასთან ერთად ზუსტად მასალებში ვნახე ეს ფოტოები და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფოტოები ჩემთვის ახალი არ იყო, რა თქმა უნდა, სიახლე იყო ეს წითელი რგოლები, რომელიც ამ ფოტოებს თან ახლავს და მეტი არაფერი ჩემთვის ახალი არ ყოფილა სამწუხაროდ. ქალბატონო ხათუნა, ანუ ამ ფოტოების შემდეგ გაკეთდა ოფიციალური პირების მხრიდან განცხადებები, რომ თითქოს ეს ადასტურებს, რომ გარკვეული დაზიანებები ჰქონდა თავის არეში ყოფილ პრემიერ-მინისტრს. იყო ეს ასე, რა სახის დაზიანებები ქონდა, თქვენ ხომ უშუალოდ იყავით იქ? იყო რამე სახის დაზიანება? მე გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაზიანება იყო ტუჩის არეში, მხოლოდ. რაც შეეხება იმ ნაკერს, რომელზეც სხვადასხვა ადამიანები ზოგი სპეკულირებს, ზოგი უბრალოდ მოყოლით ჭოს იმეორებს, შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველა ორგანოდან, ყველა შინაგანი ორგანოდან, მათ შორის თავის ტვინიდანაც მოხდა ნიმუშების აღება. ნიმუშების აღება ხდებოდა 2 ეგზემპლარად, ზუსტად ეს თქვა მაშინ ქალბატონმა თამარმა, რომ ყველა ნიმუში 2 ეგზემპლარად უნდა გაკეთებულიყო, იმიტომ რომ გარდა ქართველი ექსპერტებისა, თითო ეგზემპლარი უნდა ამერიკელი ექსპერტებისთვისაც გამზადებულიყო, ამიტომ ჩვეულებრივ პროცედურას ორმაგად ასრულებდნენ, ეს იყო ის, რაც მე მოვისმინე მაშინ. და შესაბამისად, სხვა, ასე რომ ის რომ თავზე მე ძალიან მიმძიმს ამაზე ლაპარაკი ბოდიში ვხდი. თავზე რომ ნაკერი იყო ეს გამოძიებაშიც და ფოტოებშიც, უფრო მეცაც გეტყვით, გადაღებულია
და ალბათ ექნებათ საშუალება იმ ადამიანებს, ვინც გამოძიებაში მუშაობს და პროკურატურაში ნახონ, როგორ გაკეთდა ეს ჭრილობა და როგორ მოხდა ამ პროცედურის განხორციელება. მე დაუბრუნდები ისევ იმ ფაქტს, როდესაც გითხარით, რომ მე გავეცანი მასალებს, იმიტომ რომ ალბათ თქვენც და სხვაებსაც გაუჩნდება ის შეკითხვა, რომ რატომ გაეცნო ხათუნა გოგორიშვილი ამ მასალებს, რა განსაკუთრებული პრივილეგიაა ეს. მე მინდა გითხრათ, რომ მაშინ როდესაც მე პროკურატურაში წავედი, მე დამირეკა ქალბატონმა ნინო ქადაგიძემ და მთხოვა რომ წავყოლოდი მას. როგორც ნინო მითხრა, მას დაურეკა იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა ზურაბადეიშვილმა და მიიწვია პროკურატურის მასალების გასაცნობად და ნინოს შეკითხვაზე რომ შეიძლება თუ არა რომ მას ახდეს ვინმე თან პასუხი იყო რომ ვისაც იგი ჩათვლის საჭიროდ და მაშინ ქალბატონმა ნინომ საჭიროდ ჩათვალა და მე და მიშა მაჭავარიანი ვახდით და ჩვენ სამნი ერთად გავეცანით ამ მასალებს, როგორც დასკვნას, ასევე იმ ფოტომასალას, რაც რისი ნაწილიც იყო ატვირთული YouTube-ზე და შემიძლია გითხრათ, მახსოვს ეს საუბარი, ეს ვიზიტი პროკურატურაში და ამით ალბათ გავცემ იმ შეკითხვას პასუხს, რომელზეც სხვა შორის აქ ჩემ წინ გამოსვლელმაც ილაპარაკა. მაშინ ნინომ დასვა ასეთი შეკითხვა, რომ არსებობს თუ არა აუცილებელი პროცედურა იმისაც, რომ განსაჯაროვდეს მასალები, ხომ კანონის რომელიმე ნორმა ხომ არ არის, რომელიც ითხოვს სავალდებულო განსაჯაროებას, რასაც ზურამ უპასუხა, რომ სავალდებულო განსაჯაროების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ოჯახის და ინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ამაზე მსჯელობა. და მაშინ იყო ლაპარაკი, რომ პირიქით ნინოს სურვილია, რომ ეს მასალები არ განსაჯაროვდეს, რასაც ზურას პასუხი იყო, რომ გასაგებია და სანამ ჩვენი ხელისუფლება იქნება, ეს მასალები არ განსაჯაროვდებაო. ანუ ოჯახის მოთხოვნა იყო, ასე გამოდის. ქალბატონი ნინო ქადაგიძე. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პირობა იმისა, რომ სანამ ჩვენი ხელისუფლება იქნებოდა, მასალები არ განსაჯაროვდებოდა, ნამდვილად შევასრულეთ. ამის შემდეგ ქალბატონინო, რაც უნდა მკითხოთ, რა არის იმ დოკუმენტებში, რა ეწერა, რა წავეკითხე, მე ნამდვილად არ გავცემ ამ თქვენ შეკითხვებს პასუხს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მე ვიყავი ნინოს გვერდზე, როდესაც მან თქვა, რომ არ უნდა განსაჯაროება. ანუ ამ პირობას არ დაარღვევთ. მე ვარ და ვიქნები ამ პირობის დამცველი, იმიტომ რომ ეს არის პირობა, რომელიც იყო ნინოს პირობა და ამ პირობის შეცვლა ისევ მისი პრეროგატივაა და არა ჩემი და რამდენად შეასრულებს ოჯახის და კერძოდ მეუღლის პირობას ეს ხელისუფლება, ესეც ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ესეც მათი გადასაწყვეტია. ქალბატონო ხათუნა, თუმცა ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ კითხვები ამ გამოძიების შემდეგ, გახსოვთ ალბათ, როდესაც ხელისუფლებაში იგივე თქვენი გუნდი იყო, მაშინაც კეთდებოდა ასეთი განცხადებები და თქვენი ყოფილი თანაგუნდელი იგივე ხათუნა ყოფერია, მაგალითად აცხადებდა, რომ ამ დასკვნაზე მე კი არა თავის დროზე ხათუნა გოგორიშვილს და გია ბარამიძესაც უამრავი კითხვა ჰქონდათო. იყო ასეთი მაშინ რამე კითხვები არსებობდა და არც ერთ კომენტარზე, არც ერთ გამონათქვამზე არ გავაკეთებ კომენტარს. ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს ტყუილს და არ ლაპარაკობს სიმართლეს. ამიტომ ნამდვილად არ დავიწყებ კომენტარის კეთებას ყოფერიას გამონათქვამებს. კარგით, მაშინ ესე კითხავთ, უბრალოდ თქვენ მაშინ ჰქონდათ რამე კითხვები და ამ მასალების გაცნობის შემდეგ უკვე უპასუხო კითხვები დარჩა, თქვათ მის მეგობრებს, ოჯახის წევრებს თუ ამოიწურა მაშინ ეს საკითხი. ყველა შეკითხვები, რაც მე მქონდა, მე ამ შეკითხვებს ვსვავდი, მე ამ შეკითხვებზე პასუხს ვიღებდი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე არ ვიყავი პასიური. მე ძალიან დეტალურად ვიცნობ ყველა იმ მასალას, რომელიც არის არა მარტო გამოძიების, არამედ იგივე Google-ას მხრიდან, როდესაც ხდებოდა რაიმე ახალი ინფორმაციის მოპოვება, მე ყოველთვის საქმის კურსში ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ვახერხებდი დამესვა ეს შეკითხვები და მიმეყო პასუხები. და ქალბატონო ხათუნაში ბოლო კითხვა მინდა უბრალოდ დაგისვათ, მხოლოდ პოლიტიკურ, თქვათ, სპეკულაციებს, რაზეც საუბრობს ხშირად დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა, უკავშირებთ ამ თემის ასე წამოწევას, მაშინ თუ გამორიცხავთ, რომ ხელახალი გამოძიების პირობებში შესაძლოა რაიმე ახალი ვერსია დადოს პროკურატურამ. ქალბატონო, მხოლოდ პოლიტიკური პროვოკაცია არ არის სწორი გამონათქვამი, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური პროვოკაცია და სხვა არაფერი. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ამ თემით სპეკულირებენ, მე არ მინდა არავიზე კონკრეტულად ვილაპარაკო, მაგრამ ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ერთადერთ რამეს ცდილობენ,
რომ ისპეკულირონ იმ თემით, რომელიც ერთის მხრივ ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ საკითხი შეეხება ჩვენთვის ძალიან ახლობელ ადამიანს და არავინ და არაფერი არ შეცვლის ჩემს და ჩემი მეგობრების დამოკიდებულებას ზურაჟვანიას მიმართ, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს. და მეორეს მხრივ მინდა გითხრათ, რომ ეს არის თემა, რომელიც საკმაოდ კარგი მასალაა საკვებია საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ინტერესი საზოგადოებრივი არის ყოველთვის მაღალი, მაგრამ მე მგონი რომ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი არა სკანდალური განცხადებების მიმართ და ფოტოების მიმართ არის, არამედ არის იმისადმი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს და წერტილი დაესვას ამ გამოძიებას და თავისთავად ის ფაქტი, რომ უკვე წელიწად ნახევარია, მე ნამდვილად არ დამithვლია მეოთხეჯერ თუ მეხუთეჯერ არის ამ თემის წამოწევა სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვანაირად და ეს ყოველთვის ემთხვევა ხოლმე რაღაც პოლიტიკურ დაძაბულობის პერიოდს, არჩევნები იქნება თუ ეს რაიმე სკანდალური ნიუსის გადაფარვა, პირადად ეს ჩემთვის ამაზრზენია და სხვა არაფერი, მე არ მომერიდება რომ გავაკეთო ეს შეფასება. გასაგები, ანუ გამორიცხავთ, რომ რაიმე ახალ ვერსიამდე მივიდეს გამოძიება. დაასრულონ გამოძიება, მიმართავ პროკურატურას, მე 2 დღის წინათ გავაკეთე ეს კომენტარი და კიდევ ერთხელ მიმართავ მათ. მათ თქვეს, რომ ეს არის მათთვის პრიორიტეტული გამოძიება და დაასრულონ გამოძიება და დაუსვან ამას წერტილი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს ამ თემაზე. ხათუნა გოგორიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ახლა რამდენიმე წუთით შევისვენოთ რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე ჩვენ სტუდიაში სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. მე შეგახსენებთ, რომ სტუდიაში ჩვენი სტუმრები იქნებიან გიგა აგულაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ ბიგვავა, გიანოდია, ხატია დეკანოიძე და ვაჟა ბერძე. ჩვენ განვაგრძობთ დისკუსიას პირდაპირ ეთერში. დაგველოდეთ.